დაბრუნდით ჩვენისა პირდაპირ ეთერში ვარ ძალიან საინტერესო თემით გრძელდება ჩვენი გადაცემა ბავშვებს ეძღვნება რა თქმა უნდა დღევანდელი დღეს 1 ივნისია და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ცოტა სხვა კუთხით მინდა დაგანახოთ ის ბავშვები რომელსაც ძალიან უჭირთ სამწუხაროდ საქართველოში. რა თქმა უნდა ეს რეალობაა ირაკლი და უცებ უნდა ვთქვათ რომ 2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება ეს იქნება პირველი დაწესებულება სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და აუკუნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. მინდა წარვადგინო ჩვენი სტუმრები ნინო კიკნაძე ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი და ასევე ბავშვთა ჰოსპისის პროექტის მენეჯერი ბატონი გივი ასაურაშვილი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად პირველ რიგში მოგესალმებით დღევანდელ დღესასწაულს და საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლისთვის ვინც არ იცის პირველ რიგში განმარტოთ რა არის ჰოსპისი და პალიატიური მკურნალობა და შემდეგ უკვე პროექტის დეტალები. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენც გილოცავთ დღევანდელ დღეს შევეცდები მოკლედ გითხრათ რა არის პალიატიური მზრუნველობა და რა არის ჰოსპისი. პალიატიური მზრუნველობა ეს არის უკურნებელი სენი დაავადებულ ადამიანებზე, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განუკურნებელი დაავადებები, მათზე ზრუნვა დიაგნოზის დასმის მომენტიდან. ანუ, როდესაც მედიცინა არის რაღაცა დაავადებების წინაშე უძლური, თქვათ ასეთია კიბო მესამე და მეოთხე სტადიაში, აივ ინფექცია, შიცი, სხვა ნევროლოგიური დაავადებები, ისეთი როგორიც არის ალცჰაიმერი, გაფანტული სკლეროზი და სხვა, ასეთი ადამიანები დიაგნოზის დასმის მომენტიდან იწოდებიან პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებად. ხოლო ჰოსპისი არის, როდესაც დაწესებულება და არავითარ შემთხვევაში საავადმყოფო ეს არის რაღაცა უფრო ოჯახური ტიპის მსგავსი სახლი, სადაც ესეთი პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტები სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს, როდესაც მათ აქვს ცხოვრების ხანგრძლივობა დარჩენილი სადღაც 0-დან 6 თვემდე, აწარებენ აი ამ დაწესებულებაში სახელად ჰოსპისი. დახმარებას უწევენ კაპიტანინო საინტერესოა. და ამ ეტაპზე არსებობს ოჯახური ტიპის დახმარება, მოდი ესეც გავუმარტოთ, რომ როგორ მუშაობს ეს პროგრამა. ჰოსპისი საერთოდ ზოგადად არ მოიცავს მხოლოდ სტაციონარულ მომსახურებას. პალიატიური მზრუნველობა არის კომპლექსური და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების ჩართულობით ხორციელდება. ის მოიცავს როგორც თქვათ ჰოსპისურ მომსახურებას, ანუ დაწოლას ადამიანების ამ დაწესებულებაში, ასევე შინ ზრუნვას, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვათ ეს გუნდი, რომელიც ემსახურება ამ ჰოსპისს, დადის ოჯახებში და ოჯახებში უწევს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას, ფსიქოლოგიურ მომსახურებას, იგივე მნიშვნელოვანია სულიერ ხარეზე ზრუნვა, არა მხოლოდ პაციენტების, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის და მოიცავს ასევე დღის ცენტრს, ანუ ამ ჰოსპისებს აქვს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ის ფუნქციონირებს, აქვს დღის ცენტრი, პაციენტი მიდის დილით და უკან ბრუნდება საღამოს. ამჟამად არსებობს 2 ჰოსპისი დიდებისთვის, ანუ დასრული ადამიანებისთვის. ერთი არის ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულია, ჩვენ მას გახსნის დღიდან მხარს უჭერთ და ვეხმარებით და მეორე არის ონკოლოგიური საავადმყოფოს ბაზა. ეს არის მოზრდილებისათვის. ეს არის ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობა და ბავშვთა ჰოსპისი არ არსებობს და სწორედ აი ამის განვითარება. რა ხდებოდა აქამდე ბატონ გითხრათ რომ ჩავდეთ საუბარში საინტერესოა და ზოგადად რა გამოცდილება გვაქვს, იმიტომ რომ პირველად იწყება ბუნებრივი. ხო, ეს არის პირველი ასეთი დაწესებულება და პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს განსაკუთრებით ნინოს, იმიტომ რომ ნინოს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი იმაში რომ დღეს ჩამოყალიბდა ზოგადად ეს ორგანიზაცია და იმედი გვაქვს რომ რაღაც დაახლოებით 1 წელიწადში უკვე იქნება შენობაც მზად და შესაბამისად ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს გადაუხადო მადლობა, ვინც გააკეთეს შემოწირულობები. განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა კი ბატონო კორპორაცია ევექს, რომელიც მიწაგვიყიდა ამ ბავშვთა ჰოსპისის ასაშენებლად. სოფელ დიღომში ეს არის პრეზიდენტის შემოწირულობა 100,000 ლარი, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსმა შემოსწირა მიწა, გადმოსცა უსასყიდლოდ, ასევე კერძო პირებმა, მათ შორის საქართველოს ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა თავიანთი პირადი შემოწირულობები გააკეთეს კიდევ სხვა ადამიანებმა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება და ყველანი ერთად შევძლებთ და ავაშენებთ. იმედი გვაქვს, რომ მთელი საქართველოს ჩაერთვება ამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ შემოვლობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი საქმეა. მე მაინტერესებს რამდენად ვიზიარებ თქვათ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ამ სფეროში ჩართული. სწორედ ამასთან დაკავშირებით
სულ რაღაც 3 კვირის წინ ვიმყოფებოდით ჰოლანდიაში, მოვინახულეთ ჰოსპისები. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება, რაც ჩვენი შევიძინეთ და რაც ვნახეთ ჩვენი ძალიან გამოგვადგება და წაგვადგება. ასევე ჩვენი ის პერსონალი, ვინც მუშაობს ახლა ამ ჰოსპისში და ჩართულია ჩვენი შინზრუნვის პროექტში, მათ გავლილი აქვთ ასევე მოსამზადებელი კურსები, ტრეინინგები საზღვარგარეთ და ფაქტიურად ძალიან მაღალკვალიფიციური პერსონალი ახორციელებს ახლა ამ შინზრუნვის პროგრამას. ანუ სანამ ჰოსპისი აშენდება, გვაქვს შინზრუნვა, უფასოდ ვემსახურებით ასეთ ბავშვებს ბინაზე. ანუ ეს გუნდი მომზადებული, რომელიც არის ჩვენი ფონდის მიერ და გივი იტყვის ნომერს, ვისაც დაჭირდება, ანუ პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვი თუ იქნება, შეგვიძლია გაუწიოთ. ასევე საომაროდ ხა გამიჩნდა, იდა ხო არ იგეგმება მაგალითად ფონდის შექმნა, იმიტომ რომ არის სოლიდარობის ფონდი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, პრემიერის ინიციირებით შექმნილი ფონდი და შესაძლებელია, რომ თქვა, მსგავს ფონდი შეიქმნას. იცით რა, შესაძლებელი არ არის გამორიცხული, უბრალოდ ეხლა ამ ეტაპზე შემოწირულობები რაც კეთდება, თვითონ კეთდება უშუალოდ ამ ორგანიზაციის ანგარიშზე და როგორ შეიძლება ესეთ თავს უნდა წაიგვიყუროს მაყურებელი და გაუჩნდა რომ რაღაც თანხა მაინც იცით რა, პირველ რიგში ალბათ ნომერს ვიტყვით ჩვენ. კი ბატონო, საინტერესო ორივე ნომერი გავაშვით. 570-747. ეს არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი. და იქ ყველანაირ ინფორმაციას მიაწოდებენ ანგარიშის ნომერსაც და ასე შემდეგ, ვისაც კი ექნება სურვილი, შეძლებს უკვე. და იქ ავტომატურად მაგნიშნა წეღანის ტელეფონის ნომერი, ვისაც აი ეს მზრუნველობა ესეჭიროება. იგივე ნომერი, ეს არის 570-747. ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი და აბსოლუტურად ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდიან ამ კავტონინო თუ არიან ჩართული სხვა თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ან სამოქალაქო სექტორი აი ამ სფეროში თქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ უკვე რაც რომ მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, რაც რომ მეტი ადამიანი იქნება ჩართული, საქმეც უფრო მალე გაკეთდება ალბათ და უფრო მეტი ადამიანი შეიტანს ამ დიდი საქმის. კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ ეხლა დავიწყეთ, ეხლა მოვაწერეთ 29 მაისს გავაფორმეთ მემორანდუმი ბავშვთა ჰოსპის ფონდ დღე საზოგადოება საქართველოს და სამედიცინო კორპორაცია EWEX შორის გაფორმდა მემორანდუმი და ეხლა ვიწყებთ ამ ჰოსპისის მშენებლობას და რასაკვირველია უფრო მეტ შემოწირულობებს ველით მომავალში და დავსახავთ თქვათ ადვოკატირების გეგმას, ასევე უფრო მეტ ინფორმაციას გავავრცელებთ ამ საქმიანობის შესახებ, გვინდა რომ შევქმნათ ბავშვთა ჰოსპისის მეგობრების ჯგუფი და შესაბამისად ყველა ადამიანს და ორგანიზაციას ექნება საშუალება ჩაერთოს ამ საქმის გაკეთებაში და მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს ბავშვთა ჰოსპისი. დიახ, აი ოჯახში მკურნალობასთან დაკავშირებით, დიახ, შინზრუნვასთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანური რესურსის კუთხით, რამდენად გაქვთ ამის საშუალება და ზოგადად თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ბავშვების კუთხით. 2013 წელს ჩვენი ფონდის დაფინანსებით ჩატარდა კვლევა, სწორედ რომელმაც აღწერა თუ რა სიტუაციაა ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის სფეროში საქართველოში. კვლევამ აჩვენა, რომ წელიწადში დაახლოებით 839 ბავშვს 0-დან 18 წლამდე ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 839-ივე სჭირდება ჰოსპისური მზრუნველობა. აქედან გარკვეულ ნაწილს სჭირდება შინზრუნვა, გარკვეულ ნაწილს დღის ცენტრით სარგებლობა და თქვათ 10-12 ბავშვს სტაციონარული, ანუ ჰოსპისური მომსახურება. და რას მოიცავს შინზრუნვა? ძალიან საინტერესო თვითონ ეს პროცედურა. დიახ, აი ამაზე უფრო გივი მოგახსენებთ. შინზრუნვა გულისხმობს ფაქტიურად რა ვიცი, ძალიან ბევრ მომსახურებას, ჩვენი გუნდი მიდის იქ ხდება თვითონ თუ საჭიროა ბავშვის დამუშავება, ჰიგიენის კუთხით, ასევე თქვათ თუ არის გარკვეული პრობლემატური თქვათ არეები, თქვათ ეს ხელთან აი ნაწოლებს რომ ეძახიან ნაწოლების მოულა. შეიძლება გაკეთდეს გადასხმა ბინის პირობებში. ელემენტარულად შეიძლება სოციმუშაკით იყოს ჩართული და თქვათ მშობელს დაეხმაროს იგივე თქვათ რა თქმა უნდა, იგივე თქვათ სადილის მომზადებაში. ასევე ჩართული არის ფსიქოლოგი ამ გუნდში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ესეთ დროს, იმიტომ რომ მორალურად საკმაოდ რთულია ასეთი ბავშვის ყოლა სახლში და განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება მშობელსაც, რა თქმა უნდა და ასევე ამ ბავშვსაც. ასე რომ, რა ვიცი, საკმაოდ ფართო სპექტრის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ჩვენ გუნდს.
რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება დრო და დრო და თუ არის მაგალითად გათვალისწინებული ბავშვის სურვილები, რომ რაღაც უნდა ბავშვი. კი, სხვათა შორის არის ახლა საკმაოდ ბევრი იდეა გვაქვს და ხამ ყველაფერს ალბათ ვერ მოვყვებით, ახლა ვერ ჩავეტევით, მაგრამ ძალიან საინტერესო იდეები გვაქვს, არსებობს ესეთი პრაქტიკა. არის ესეთი Make a Wish Foundation, რომელიც ზრუნავს აი ამ ბავშვების სურვილების ხო ბავშვების სურვილების ასრულებაზე და შესაძლებელია რომ აქაც გაკეთდეს, იმიტომ რომ გარდა ფიზიკური მოვლისა და ზრუნვისა ბავშვს უფრო მეტად აი სულიერი მხარე უფრო გაახარებს და მისი ემოცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე და აქედან გამომდინარე არის ეს იდეების კი რა თქმა უნდა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ყველა იმ ადამიანის დახმარებით ვის ჩაერთვება ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ჩვენ ძალიან ბევრ ამას გავაკეთებთ და დავეხმარებით ამ ბავშვებს ელემენტარულად იმაში რომ გავულამაზოთ მათი ყოფა და ბევრი დადებითი ემოცია შეუძინოთ მათ. დიახ, საინტერესოა მოზრდილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ როლს ასრულებს სულიერ თანადგომა, ასე მოძღვართან ურთიერთობა, ვიცით უფრო ახლო შეხება მაქვს თეატრ მონასტერთან არსებულ პალიატიური მკურნალობის ცენტრთან და ვიცი რომ ძალიან მხარში უდგანან და ამ ყველაფერთან ერთად ზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აი თუ იქნება გათვალისწინებული ბავშვებისთვის? კი, რასაკვირველია, ყველა კონფესიის, თქვათ, წარმომადგენელთან გვექნება ჩვენ წინასწარი მოლაპარაკება და თუ ბავშვს მისი რელიგიური მწამსიდან გამომდინარე დაჭირდება იგივე აღსარების თქმა ან ზიარება და ასე შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს რომ ეს ესე მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა რომ დავამატებ ჩვენ ფონდ დღეს საზოგადოება საქართველოს გვაქვს გამოცხადებული ძალიან კარგი კონკურსი ნებისმიერი ადამიანისთვის, სტუდენტისთვის, დიზაინერისთვის, მწერლისთვის, აი ამ ბავშვთა ჰოსპისის დიზაინის შექმნაზე, თემის მოფიქრებაზე, იმიტომ რომ ჰოსპისებში საზღვარგარეთ არის ძირითადად თქვათ აი ერთ ჰოსპისში ნახეთ რომ ეს ჰოსპისი იყო მთლიანად გაფორმებული ბედნიერი უფლისწულის თემით. და ზოგან არ ვიცი წიწილები ქვია ჰოსპის და გვაქვს გამოცხადებული კონკურსი ამ იდეის და დიზაინში და ინტერიერის დიზაინი რაზეც აეწყობა აი ამ არქიტექტორებისთვის იქნება თემა უნდა მოიფიქროს როგორი ადამიანი შეუძლია მიიღოს მოქმედებითაც აი მე პირადად როცა ზამთრად შემიძლია კი ფონდის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში და დეტალურად როგორ უნდა გადმოგზავნოს აი რა ფორმით გადმოგზავნოს მაგალითად თუ რაღაც კი ბატონო, იქ არის დეტალურად ჩამონათვალი, ანუ ფონდის ვებგვერდი არის www.osgf.g ან Google-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, შეხვიდეთ თავში კონკურსები, მიმდინარე კონკურსი და დეტალურად წერია აბსოლუტურად ყველაფერი. კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდოდა, ანუ არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურს დახმარება ამ ბავშვების, მაგრამ ფინანსურად შეიძლება არ აქვს საშუალება, არ არის აუცილებელი ფინანსური დახმარება ჰოსპისის აშენების შემდეგ ჩვენ დავნერგავთ მოხალისეების ინსტიტუტს, რომლებიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდ როლს შეასრულებენ ამ ჰოსპისში. ელემენტარულად ადამიანი შეუძლია მოვიდეს, დაალაგოს, მაგალითად საჭმელი გააკეთოს, გაართოს ბავშვები, ეთამაშოს მათ და ასე შემდეგ. ანუ აქ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე არ არის. ვისაც რითი შეიძლება, იმით დაეხმარება. ძალიან ბევრი ადამიანი აიღებს ამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ნამდვილად იმედი დარწმუნებულიც ვართ ამაში, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ძალიან გვიყვარს ხოლმე ერთად დგომა, მით უმეტეს ამ ბოლო დროს, თუმცა ბევრი რამე გადავხარშეთ და გავანალიზეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებას მეგობრებთ Facebook-ზე შინზრუნვა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების დიდი სიამოვნებით. და ჩვენ მზად ვართ რომ ხშირად გიმასპინძლოთ და ეს ეტაპები თუ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს ეს პროექტი, ამაზე ვისაუბროთ ხოლმე. ყველა სიახლე გავუჩ არ მარტო ჩვენ სტუდიაში, არამედ მოვიდეთ და ადგილზე. ავიღოთ კადრები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდ საქმეში ხართ ჩაბმულები და მთელი საქართველოს თქვენს გვერდით ვართ დაბრძოლეთ. დიდი მადლობა. კეთილი სურვილები ჩვენ კი ვაგზავნებთ შუადღეს საბათრიალოს ტელევიზია ერთსულოვნებაში 7 ივნისს პირველად უკვე გავა საბავშვო გადაცემა, რომლის სახელწოდებაა ბავშვები მუზეუმში. გადაცემის ავტორები შემოგვიერთებიან და თუ რას ითვალისწინებს ეს პროექტი და რას მოიცავს, ამაზე თავად გვეტყვიან, ასე რომ დაგვიწყოთ. დღევანდელი დღე მთლიანად ეძღვნებათ ბავშვებს, ასე რომ აუცილებლად უნდა დაგველოდოთ იმ 7 ივნისს და როგორც იცი თქვა, ძალიან მაგარი გადაცემა იწყება ჩვენ სახსე, ძალიან მალე ბრუნდება. და ირაკლისაც უნდა თქვა, რომ ჩვენთან რო დაანონსდება ხოლმე ძალიან წარმატებული. კი, იმიტომ რომ ესეთი ფეხი გვაქვს მეც და იასაც, რომ აუცილებლად წარმატებული იქნება გადაცემა. ასე რომ წარმატებული გადაცემის პრემიერა შვიდში, მანამდე კი გადაცემის ავტორები ჩვენთან სტუდიაში.